აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე სოფელ ხუთსუბანში საწარმო ლეგის ფუნქციონირების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. თავართქილაძის განცხადებით საწარმოს მუშაობა არ შეუჩერებია და კომპანიაში სეზონური დასვენებაა. კომპანია ლეგი, რომელიც ფილებს აწარმოებს, საქართველოს პრეზიდენტმა 2 დღის წინ მოინახულა. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონის ბიუჯეტის შემცირებიდან გამომდინარე საწარმოს დაკვეთები შეუმცირდა, რამაც მისი გაჩერება გამოიწვია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძის თქმით, დაახლოებით 20 დღის წინ საწარმო თავადაც მოინახულა, თუმცა 8 მილიონიანი ინვესტიციის განმახორციელებელ კომპანიაში მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ. სამშენებლო პროცესს აქვს თავისი სეზონურობა. აქედან გამომდინარე, მთელი ეს სეზონის განმავლობაში, ანუ მთელი წლის განმავლობაში, რომ ესე ვთქვათ, მუშაობდნენ, ადამიანები ეხლა არიან დასვენებული. ანუ ასვენებს საწარმოს, იმიტომ რომ მას ზაპროდუქცია აქვს დაახლოებით $1,000,000 ლარზე მეტი. და მეცაც გეტყვით, რომ წელიწადზე მეტის განმავლობაში $1,500,000 ლარი აქვს გადასახადების სახით გადახდილი ამ კომპანიას და როგორ ფიქრობთ ახლა რო არ იყოს და რო არ მუშაობდეს მოახდენ და გადასახადების გადახდა ეს კომპანია?